სიმართლე გითხრათ, ძალიან კარგად ვერ ხვდები რას აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, როდესაც ადამიანებს მასობრივად იჭერს, ძალადობს მათზე დაკავების პროცესში და შემდეგ რაღაცა პატიმრობებს უფარდებს, თუმცა ყველაზე ამაზრზენი რაც მოხდა ამ დღების განმავლობაში ეს იყო ის, რომ სისხლისამართლით აპირებენ გაასამართლონ ნეტგაზეთის და ბათუმელების დამფუძნებელი დირექტორი, რომელიც არის ამ მედია საშუალებების სულის ჩამდგმელი და რასაკვირველია ამით ცდილობენ. სხვანაირად მე არ შემიძლია განვიხილო უკვე 2 თუ 3 დღის განმავლობაში, რასაც ვაკვირდები პროცესი როგორ ვითარდება მოვლენები მზიას გარშემო, არ შემიძლია განვიხილო, რომ ეს რაღაცა შემთხვევითობაა, ეს არის განზრახვა, რომელიც შესრულდა დგებუაძის ხელით, ბათუმის პოლიციის უფროსის ხელით, რომელიც არის პროვოკატორი, არ არის პოლიციელი სტანდარტული გაგებით, ის არის პროვოკატორი. მან მოაწყო პროვოკაციები იმ აქციაზე, სრულად მშვიდობიან გარემოში, თქვენ შეგიძლიათ გადაახვიეთ ძალიან ბევრი ეთერში ღამის კადრები და ნახავთ, რომ იქ აბსოლუტურად წყნარ გარემოში გამოვარდა დგებუაძე პოლიციის შენობიდან და დაიწყო ადამიანების დაკავება. მაშინ როცა ადამიანები აპირებდნენ დაშლას და სახლებში წასვლას, აი ეს შანსი არ გაუშვა, რომ დაეკავებინა ადამიანები და დააკავა მზიამაღლობლის გარემოც ახლობლები დააკავა მზიამაღლობლის და იყო უშვერი გინება მისი მისამართით, ყველას მისამართით, ჩემი მისამართით იყო უშვერი გინება, ისინი იგინებოდნენ წარმოუდგენად და ის რაც შემდეგ ეხლა ეს პროპაგანდისტები აჩვენებენ მზიას ნაწილში თითქოს მან იძალა და პოლიციის უფროსო ძალიან აი ეს სურათი რო არ გქონდეს რაც ხდება ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოში სასაცილო იქნებოდა რომ მზიამაღლობელმა იძალა და ბათუმის პოლიციის უფროსო ძალიან სასაცილო იქნებოდა, მაგრამ ეს ახლა აღარ არის სასაცილო საერთოდ, რადგან მზიამაღლობელის ქცევა იყო პასუხი იმ შეურაცხყოფაზე, იმ დამცირებაზე, იმ ძალადობაზე, რასაც ამ ხნის განმავლობაში პოლიციელები ამ აქციაზე და კონკრეტულად მის მიმართ იყენებდნენ. აი ეს იყო და ახლა უნდათ ეს გაავრცელონ როგორც თითქოს ძალადობა პოლიციის უფროსის მიმართ. ეს იყო კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პასუხი ძალადობაზე, პროვოკაციაზე, დამცირებაზე და შეურაცხყოფაზე. რაც ჩვენ მე მგონი მე ვაკვირდებოდი ხოლმე წლების განმავლობაში რუსულ მედიებს და რუსულ ჟურნალისტების კრიტიკული მედიის გაქრობას რუსეთში. როგორ იწყებოდა ეს პროცესი და როგორ დასრულდა, ჩვენ სადღაც ბოლოსკენ გავდივართ, ჩვენ არ უნდა დაუშვათ, რომ არ გქონდეს გამოხატვის თავისუფლება, აქ არ არის მზიამაღლობელზე საუბარი. თუ მზიამაღლობელს დააკავებენ, რომელიც გამოირჩევა თავისი ინტელექტით, თავისი ღირებულებებით, თავისი ქვეყნისათვის მის მიერ გაწეული შრომით, თუ ამ ადამიანს დააკავებენ მზიამაღლობელს, ყველას დააკავებენ, დარწმუნებული იყავით ბატონებო და ქალბატონებო და ამისთვის ძალიან დიდი მიზეზი არ დაჭირდებათ. ყველას დააკავებენ. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს სისტემა ვერ გახდეს ღერძი ამ ქვეყნის, ეს სისტემა იბრძვის, რომ დაიმკვიდროს თავი აქ და დარჩეს სამუდამოდ. ჩვენ ეს ჩვენ არ უნდა დაუშვათ, ეს იქნება ამ ქვეყნის არ ვიცი, კრახი, ყველა ადამიანის კრახი. არ ვიცი, რამდენი წელი დაჭირდება მე ამ ყველაფრის შეცვლას. ამიტომ ჩვენ ეს უნდა კარგად გავიაზროთ.